მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებაო კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ საზოგადოება დიდია და არის ჩემთვის ღრმად პატივცემული საზოგადოება თქვენ შემოგევლეთ რამდენი ზარი იყო იმ წინა გადაცემის შემდეგ ზოგი მეფერებოდა ზოგი ის ზოგმა დაინახა რომ თლათ ესე ფარჩაკებიც არა ვართ ვინც ესე დავრჩით რა მაინც და მაინც ვინმე სისტირო არა ვარ და უბრალოდ საქართველოისტები ვართ რა და წესიერის ღირსებისთვის შეიძლება თავი შემკვლელი ხალხი ვართ და ბიჭო არ გადაგვირბინეთ თავებზე თქო უსირცხვილო ხალხო მართლა რა გინდათ ბოლო ხოჭი თუ ავდუღდით ყველა ერთად რამდენ იმდენმა ხალხმა დამირეკა რომ თუ ერთად აი ყველაფერს ფიცავ და მაგათ ეხა 2 და 3 კაცი ხო მოყვება ყველაფერს ფიცავ არ ერთად თუ ავდუღდით დამთავრდება ყველაფერი რა იყავით რა წყნარად რა გერგოთ ძმაო ხელისუფლება ადრე ნაცებს ხო გერგოთ რა გვიქენით ბიჭო გაგვაპარტახეთ იქ ღირსება შეულახეთ რამდენ ვაჟკაც ადამიანს ციხეში რეები უკეთეთ თქვენ უსირცხვილოებო თქვენა აქეთ ხალხს ართმევდით პირდაპირ ეგრევე ნოტარიუსები მიყავდათ იქა ეხა ყველაფრის თავიდან გამეორება არ მინდა ესენი მithom კაი ბიჭები ეხა ის ინდური სერიალი მიდის რომ თურმე რა გაუკეთებიათ ერთი 15 წლის წინ მე რას გეუბნებოდი თქვენ ჩემის კირაკოზებო აბა რამეს გეუბნებოდით სხვა გემუდარებოდით მოდით ხალხს თქვენი გჯერა და ბოლო იმედი რაც იყო აი ესე გადააფურთხეთ შორს რა ეხა ვინვის დააბრალებთ რომ ერთი გუნდი ხართ ხო კი ყავთ იგრაევში ტრენერი ყავთ რა თან მოთამაშეა თან მწვრთნელი არის და თან ის ბიძინა მაგრამ ეგრეც ხო არ არის ბატონო ბიძინა რა მე ეს ფამილიარობა არ მინდა მაინც ეს ბიძინათი არ მინდა მოიხსენიო ბატონო ბიძინა ბევრი სიკეთე გაკეთებული მაგრამ იმ სიკეთის ფონზე აქ თუ დააჩლუნგე ნახევარი საქართველო და ესე დატოვე ეგრეც არ გამოდის დღეს სხვათა შორის სერიოზულად ხო პირველ რიგში რა მინდა რომ თელ საზოგადოებას ქალბატონებს პატარა ბავშვები თუ შეესწნენ ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დამირეკა რომ მიდი და ესა აი მართლა გულწრფელად მინდა რომ ახლა ბილსიტყვაობისთვის რაღაცა მოვიბოდიშო ეს იმას არ ნიშნავს რომ მომავალში შეიძლება უცბად წამოუცდეს კიდე და რა ვიცი ხა თუ ეპიტამიას თუ დამადებენ გავაკეთებ იმ მეტანიასაც და ან წავიკითხავ რამე ფსალმუნებს რომ რაღაც ნეტა ჩემ კისერზე იყოს ეს ყველაფერი და ჩემი უწესობი და ამ გინებით ან რაღაცით სწორდებოდეს რა მთელი ჩემი ქვეყანა ეხა აი რა სიტუაცია ძალიან მარტივად მინდა ავხსნა რა ჩემებურად იმიტომ რომ რაღაც გასაგებ ენაზე ვლაპარაკობ და აი ძალიან ფინფანფორამებს არ ვამბობ იმისთვის რომ ჩაჯდეს ან დაგუგლოს მერე მივან გადათარგმნოს გადმოთარგმნოს არ გვინდა ჩვეულებრივ ქართულ ყურისთვის მისაღებ ენაზე გინების გარდა რა საკვირველია დღეს არაფერს არ ვაპირო უბრალოდ ძალიან დაძაბული ვიყავი ყველაფერს ვიცავ ეხლა არის იმას კი არ ვამბობ რომ არ ვიბოდიშე მოსაბოდიშებელი რა საზოგადოებასთანაც მაგ დედას ვიცავარ ფეხების დამბანი ვარ თქვენი რა იმიტომ რომ თქვენ ხართ ვაჟკაცი ღირსეული ქალბატონებიც და ვაჟბატონებიც მო თქვენ წინაშე ვისაც საქართველოს ჩემნაირად თუ ჩემზე 10 ჯერ მეტად და ჩემზე ვაჟკაცები ხართ ყველასთან მოსვლელი ვარ და დედას ვიცავარ თქვენ თუ იტყვით ფეხებსაც დაგბანთ მე კი არა აგერ ვერ შევედრები ხა რა ესეთ ვინმესაა გაკეთებული მოსწავლების ფეხი დაბანო იქ იმ ჩხილის ღირსი არა ვარ მე ეხლა რა ხდება ძალიან მარტივ რაღაცა მინდა რომ შემომეხიდოთ თან თქვენი აზრები მითხრა და რასთან დაკავშირებით აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან ბევრი წერს რომ რატო არ გამოდიხართ, რატო არ იმაშვებით, რატო არ ხმაურობთ პატრიოტთა ალიანსი. ჯერ ესეთი პატრიოტთა ალიანსმა რო იხმაურა ძმაო, როცა ეგ ხმაურობდა და ხალხი გამოყავდა 100,000 მე ვიღაცამ დამიწერა რომ იმის პრეზიდენტის ხარდასაჭერათო რა როგორ იყო პოზიცია როგორ იყო ხო გახსოვთ უნდა არჩეულიყო ოცნების ადამიანი ან უნდა არჩეულიყო ეს ნაცებიდან და ეხა პატრიოტთა ალიანსი ვის აირჩევდა მე პატრიოტთა ალიანსის სახელით იმიტომ ლაპარაკობ ამჯერად რომ
ჩემები არიან და ვიცი ხა შიდა ქუხნა რო ვიცი რაც არის და როგორც არის და იმიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას სხვათა შორის რაც ხვალ ამ დღეებში ალბათ ორივე გოჩა დაждდებიან და ვიღაცა რო კოცნის და ერთი გამაგებინეთ სასოწარკვეთილად რო გადაეხვია და გადაკოცნა ყოველ დღე ხოვიან ეს ნაცები და ისინი ერთმანეს ზმაო იმაში ხან ჟუჟუნაც იმას ღერიან ერთად და ხან იმას ღერიან დინამოს და რა ვიცი რა რას არ ღერიან და დღეს მოქმედები არიან ახევარ ნაციონალები ხა რატო მე იმიტომ კი არ ვლაპარაკობ სწორად გაასწორეთ ფოკუსი ძალიან გთხოვთ უყველა რა ვიღაცები ისეთი ტლიკინით მწერე რომ მე ურეკავ ხოლმე და რომ აი რა მითხარი პირდაპირ და მიდის რა ლაპარაკი ჩვენ შორის რომ ესესი არის რა ეხლა გავაგრძელოთ ჩემი თემა რაც მინდა რომ მივაწვდინო თქვენ ყურამდე ჩემო კარგებო ძალიან ბევრი ამბობს რომ აი რა და როგორ აი ხა დღევანდელ დღეს რა ხდება აი ჩემებური შეხედულება მინდა და თუ თქვენ არ მეთანხმებით ან მეთანხმებით ან რაღაცა შეგიძლიათ შემოხვიდეთ დარეკო ძარი და შემოხვიდეთ სტუდიაში პირდაპირ განხილვაში რა ან თქვენი აზრი მოგვახსენოთ რომ რამდენ უფრო ჭკვიანური თუ იქნება მიიღებს ეს პირდაპირ გეუბნებით რომ ყველაფერს თვითსავარ მზად არის პატრიოტთა ალიანსი იქნება ეს ქართული მისია თუ ჩვენთან ერთად გაერთიანებული საზოგადოება ვინც არის ყველა მზად არის იმისთვის რომ საღი ჭკვიანური აზრი შეიძლება ვიღაცას ჩვენზე ჭკვიანური აზრი დაებადოს თქვენ უგონიათ რომ ჩვენ ამპარტაუნულად რაღაცა ჩვენა ვართ როგორც იძახიან ახლა ესენი რა ერთიც და მეორეც რა ჩვენზე ჭკვიანები არიან სახში ზიან ძმაო და მობრძანდი ძმაო შევერთდეთ ერთად და ყველაფერი გავაკეთოთ რა აი ჩემო ძვირფასო ხალხო რატომ არ გინდა დაინახოთ რომ ბრძოლა მიდის ძალაუფლებისთვის ორივე მხარე რომელიც საკმაოდ ძლიერად არის მომზადებული მატერიალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ დააბოლოს საზოგადოება რა ხა საზოგადოების ორი ნაწილი გამოვყავი რატომ ხარ შეიძლება უფრო მეტია და გრადაციით უფრო მეტი მოხდეს მაგრამ პირველი არის საზოგადოება რომელიც რასაც უყურებ არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში თუ დამოუკიდებლად შეიძლება ჩავთვალოთ არ ვიცი მაგრამ ხო ქვია რა ამ საქართველოში პირველი საზოგადოება არის ადვილად მოსატყუებელი ხალხისგან შედგება და ადვილად მოსატყუებელი ხალხი ვინ არის გეტყვის ეს არის კატეგორია რომელიც ყველა ხელისუფლებამ შეძლო მოეტყუებინა ისე რომ პირდაპირ აი ესენი დაიხატნენ იმედად რა ნებისმიერ დროს გადახედეთ და თან ისეთ არგუმენტირებას უსახავდნენ ამ ადამიანებს რომ დასაჯერებელი იყო საქართველო და თავგანწირვა ის და როგორც კი მოხვდებოდნენ იმ საკუთარ ბუდეში მიდიოდა კაი ფულები კაი ამბავი ის და ერთი ვის რაში დაკარგვი ხარ ძმაო რა დღევანდელ დღეს ხო აი ესე ტკბილად მიდის ყველაფერი არა და ზრუნვაში არის დღევანდელი ხელისუფალი ერთი პერიოდი მე ვფიქრობდი და გუშინ წინ ხა ძალიან ბევრმა ადამიანმა და სოციალურ პრობლემებზე ძალიან ცოტა ლაპარაკი მიდის და მინდა აი ერთი ვკითხო იმ საზოგადოებას რა აი ვინც დღევანდელ დღეს მაგალითად ლტოლვილები 45 ლარი აქვთ ლტოლვილობის რა ერთი კაცი მანახეთ ეხა ერთი იყო მიშას დედა რომელიც ამბობდა რომ ამ ფულზე შეიძლება ის ნუ მიშას დედა გავიგეთ რატო იყო და ერთი ფოკუსნიკი ჩამოიყვანეს და 45 ლარად დიეტები რო არის იოგას დიეტა წყალი რო უნდა დალიო მარტო და ხანდახან რაღაც ბალახი მოძოო რა ესეთი კარგი ბალახი რომელიც არ მოგწამლავს ეგ უეჭველი 45 ლარი მაშინაც არ გეყოფა მე მგონი იმიტომ რომ ლარ ნახევარი ღირს ერთი ბოთლი წყალი და 30 დღის განმავლობაში 45 ლარი მარტო მაგას ჭირდება რა რომ აი ეს ისა
ეხლა კიდე პენსიონერებს უკვე ამ ლტოლვილებში არიან ახალგაზრდები, რომელიც რაღაცა ჩალიჩს მოიყვანენ იქ, რაღაცას იმას იზავენ ამას და რაღაცა გაყავთ თავიანთი ცხოვრება, ოჯახებით არიან. პენსიონერმა რა ქნას მითხარით 350 ლარი აქვს თან მეტი წილი ეს ამაზე რო არ თქვა ეხა ამ ლიბერტი ბანკზე უბრალოდ უსინდისობა იქნება ჩემი მხრიდან ბიჭო როგორი არ ვიცი რა ქვიათ რა ქართულად როგორ არის არ ვიცი ჟივაძიორებს ეძახიან ჩვენი დამპყრობლები რო არიან რუსები ისინი ეძახიან ჟივაძიორებს რა ქართულად არის ცოცხალზე კანის ამხევები ალბათ რა ეგ აბა ვინახართ ერთი გამაგებინეთ რა კაც დაბჭირდა უცბად ფული წავიდა ისესხა და 10 მაგს ახთევინებთ თქვენ უსირცხვილოებო თქვენ უნამუსოებო და ამ ყველაფერს ხო უყურებს ხელისუფლება რა იმას მიადგნენ ეხა ამ ტიბისის და იმას და აჯანჯღარებენ იმიტომ რომ წინააღმდეგი გამოვიდნენ ესენიც ხო არც ესენი არიან თოსანი ანგელოზები მაგრამ ამათ ესენი ჩაბარდა ყველაფერია ვისია ეს ლიბერტი ყველამ კარგად იცის და რა ვიცი ხმას არიღებენ ან ვეტერანებს იმ ქვეყნის დედა ავატირე მე რომელიც ვეტერანს მისცემს 100 ლარს რა კაცმა ყველაზე დიდი რაც ადამიანს გააჩნია ეს გახლავს ჩემო ბატონო სიცოცხლე გაწირა და ზუსტად ვიცი ის ბიჭები ნახევარი რო ჩაიხოცა ნახევარი ერთად ვიყავით როგორ წავიდნენ აქედან ძმაო სპორტული ფორმებით და რაღაცი ჩავიდნენ და რო შეხედეს ერთ სასაცილო ვაფშე გაგნებაში არ იყვნენ იმის გარდა რომ ჯიგარი ქონდა და ღირსება ქონდათ ისე წავიდნენ რა და დღეს 100 ლარს აძლევთ თქვენ არ ვიცი რა დაგარქვათ მითხარ თქვენ რამდენ 15000 თუ რაღაც იქ რაღაც იმის უფროსებს კიდე მეტი ეკუთვნის და არ აღწვენიათ ბიჭო როგორ თუ მოაჯექით და ბოლომდე გინდათ რომ გაიყვანოთ თქვენი ეგრე ვერ გამოვა ბრაცი ნახდათ ვერ გამოვა ზარი მაკეთერში ხანდახან ზარს ჩავრთავ ხოლმე უკაცრავად რომ გალოდინეთ მობრძანდით არა უშავს დიადი გაიხარე მოგესალმებით თქვენ გილოცავთ გია გიორგობას ყველაზე დიდ წმინდა გაიხარე ჩემო ოქრო გაიხარე წმინდა გიორგის ჯანმრთელი ძალა არაერთხელ დაფინარებია თქვენ და როცა კეკუს თავში ესმახსო ჩაუყავ და გაუგვიეხეთ თერმა ზურაბს ერეთებლა თასვენებულმა დაგვიდგა ეს დავიტოვა ჩვენი გენაცვალე ძმაო გენაცვალე სადაც ეხო შემოგგვენ და თქვენ სემპათიურს საზოგადოებას ხო რა ხდება აღარ გამოსდეთ იასენაცვალე ისისა ხო მივხვდი ის ხო ეგენ მაგათ ნახავთ რომ ტენია და ნაგლათ რომ ტიპსამეზე კაცო ჩვენთან უნდა და ჯოჯოანთან იმას ხეთ ჩამორწმევაო და ეგენი არის ფუტბოლუხები და ნავსოს პასპორტის კოლექტი ხალხი არ უნდა გაბრაზდე მაგათ ეთახმები და კიდევ ერთს ვიტყოდი რა ამ ყველაფერს საზოგადოებას მე ვიცი ხო მართალია თქვენ ახლა მუსიკოსი გაგზავნებით კარგად იცი ესა ჩვენი იმალე რობი ფერილი ამორალე დიათოიძე რა ნატრითა მაგას კომპოზიცია და იქ მაგარი სიტყვებია დია ისა ამ ქალაქში თითქოს გრაფიკში ამზე თითქოს მართლაც ზემოყვანია მე სიტყვას გულისხმობ რა თქმა უნდა რომ რომელიც აღარ არის მაგაზე საუბრობ და რომ ეს პოზიტივი შემოვიტანოთ თქვენთან რომ რეკალ ხოლმე დია და აღარ არის და ამოგვივიდა ის არის მეგობრებო ეგრე არ არის კუდი ყავარზე გაიწვია და იტანაცა სოროქია და მილიონები იტაკო და სულ ესე გაგრძელდეს არ შეიძლება რა არ შეიძლება ამას არ დაუშვი მაინც შემოგევლოს ჩემი თავი ნახე რაშია ძამიკო საქმე ჩვენმა პასიურობამ ძალიან ბევრი რამე გამოიწვა მithom ძალიან უმნა ძალიან ჭკვიანურად ესე აკაკისავით შემოვიდებ და ეხლა დათა თუთაშხიადან მახსენებენ არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურცნურავინ ჩარეულები არიან და მიგვაყენეს მაო და დაგვაყენეს რა პოზაშიც გინდა იმ პოზაში ვტყევართ რა როგორც გინდა ესე გვატყუებენ თავზე გვასურიან და ყველაფერი რა გინდა ერთი და იმა ხო დაამთავრა თავისი ყველაფერი ეს გადასკოჩილი კაცები და აუპატიურა და აუბედურა ხალხი ეს ესენი კიდე რა ესენი ტკბილი სიტყვიდან ტანინუნინანინა და რა თითელი ბაზურად რა თითელი ბაზურად სუბთა თითელი ბაზურად
აზურა ძმობას მიცავა რა. ეგრე გამოვიდა. არა ძმაო, აი მე ხა მე წავიკითხავ ჩემ გეგმას, რა მაქვს აზრად, რომელიც მე კი არ მოვიგონე, აი საერთოდ ჯგუფმა მოვიგონეთ და შევთავაზებ ბატონ ოცნებას რა. ამაზე თუ უარი თქვეს, ესე იგი მატყუარები არიან ბოლომდე, იმიტომ რომ ამას ვერ უნდა გაექცეს კაცი. ისეთ მოცემულობას ვაძლევთ ეხლა რომ ვერ უნდა გაექცეს კაცი. გინდა ოცნება და გინდა ოპოზიცია, თუ ვინც გინდა ის იყოს რა. ხო არა, გია გეტაქმები, ხო ახლა წარმატებები ჩვენ ქვეყანას თავისთავად უნდა გამოვხდოთ, უნდა გავაქტიურდეთ ეციდას ასმავ ხა ამათი მოსატყუებელი კბილის ხო უკვე დიდი ხანია მოვიდა ჩვენ აი ცნობილი ის რო იყო კიდალა ესეში ვანკა ხიტრი ვეღარ მოგვატყუს რამაც რა უნდა მოგვატყუს ამ აი ამ უნდაებმა ხო და მაგას ვამბობ შენ აი შენ გენაცვალე ძამიკო მომისმინე მაგას ვამბობ ძმებო თუ გადავწყვიტავთ მე აი პირჯვარს გადავიწერთ და ვიტყვით რომ მოდი რა ჩვენი შვილებისთვის მაინც გავაკეთო და შვილებისთვის ეს რა ნუ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ კაი ქვეყანაში ვაცხოვროთ ესენი ვერ აკეთებენ ყველაფერს რა დაიპირისპირეს ნახევარი საზოგადოება ვიც მოსა ქესტი ყავდათ თავიდან ვერ მოქესტეს იმიტომ რომ რაიცი რაში გამოგადგება პონტი არის რა და ვისაგიჟებთ ბიჭო ეხა დაიწყო სერიალი რო არის რომ ქალბატონი თია როზის და რომ უყენებს პრეტენზიებს მე რო ვიცი ეგ ამბავი მე და მეორე დღიდან რომ მოვითხოვე და ჩემ კისერზე და ჩემ ზურგზე ეხლა საჭარელებული მაქვს ამ ნარტყამებისგან და იმისგან ბიჭო და ესენი მასწავლიან კიდე ჭუას მაგ თემაში ნუ მასწავლი თორე ფიზიკა ვიღაცამ ჩემზე კარგად იცის და მათემატიკა მაგრამ ეს კომუნიკაციაში და ადამიანებთან ურთიერთობაში ვინ გვეჯიბრებით ფარდისიქიდან რო გვიყურებდით თო და ჩვენ რო ვაგროვებდით ამ პატრიოტ ალიანსი 100,000-იან მიტინგს რო აგროვებდა და ხუთი ყველაფერს ფიცავარ 3 დღე გადავიდა რაღაცა და მიწების გაყიდვის წინააღმდეგ ბაში ქართული მარში ვიყავით ერთად ჩეკრებილები 15-ია თვითონვე დააფიქსირეს რა დრონებით გადაიღეს რამე და ველოდებოდით რომ ერთი 3,000 კაცი მოვიდეს რომ ელემენტ და თვითონაც სუსაც ეგ ინფორმაცია ქონდა ისა კაი რა ეხა 3,000 კაცი და 15,000 ჯიგრით მოვიდა თელავიდან ჩამოვიდნენ ქუთაისიდან და ბათუმიდან ჩამოვიდნენ აქა ვართ მიდი ჯიგრებო ესე გამახსოვს 3 ოქტომბერს ხო გახსოვს გია როგორ იყო იქ 2021-ში თელი თავისუფლება გაიწო 50,000 კაცამდე იყო და როგორ შენ ძმობა მაგას ვამბობ ბიჭო ყურებს ნუ ჩამოყრით ჯიგარს ნუ დაკარგავთ ქართველებო რა ხო არის არა არსებობს ღმერთი არსებობს ყველაფერსო თავი გაანებო დიდი მადლობა ჩემო ოქრო შემოეცები დიდი მადლობა გაიხარე გია გაიხარე ჩემო კარგო ეხა მე მეორე კატეგორიას დავასახელე პირველი დაგისახელეთი ამ ელექტორატის ადვილად მოტყუებადი ხალხია თან ისეთი ლოზუნგებით გამოდიან და თან ამ ხალხს თვითონ უნდა რომ დაიჯეროს რომ მომავალი კარგი იქნება ძალიან მიამიტურად უდგებით თქვენ გენაცვალეთ თქვენ წესიერ გამზრდელებს ვენაცვალე ოქროები ხართ მაგრამ გვატყუებენ ბიჭო აი გვატყუებენ გეუნებით მე რა მე დამიჯერეთ იმიტომ რომ არიქა უნდა იმ მე ამირჩიეთ მეთქი ამიტომ ჯუარი მწერია გეუნებით მე ნუ ამირჩევ ძმაო თქვენი ვიცა ყავთ აი ხო არის უბანი ის წამოაყენ და ამათაც ვთხოვ მე ამ იმებს ტოლვილებს პენსიონერებს თითო კაცი რო აი დამირეკებთ და მითხრათ კორგოთ რაღაც 1-20 კაცი ვალთ ტოლვილები და მოდი და დაგველაპარაკე თუ არ მოვიდე უსვინდისო კაცი ვიყო ფეხით მოვალ ცხენით მოვალ ჯორზე შევჯდები და რკინის ქალამნებს ჩავიცმევ და ისე მოვალ ძმაო თქვენთან ყველაფერს ფიცავარ ოღონ თქვენ სურვილი გამოხატეთ რომ იცი რისი სურვილი რომ თქვენ თუ და ცხოვრობ და კაი ცხოვრება გინდათ ამაზე აი რა ვინ რა უნდა თქვას რა ყველაფერს ფიცავარ თბილისში კი არა სადაც მეტყვით იქ ჩამოვალ რა გინდა პენსიონერებო რაღაცა მოიფიქრეთ ერთად რომ დადგეთ თუ რამე ტკივა და მოვალ და თქვენი სიტყვა ესი არ არის წამოწოლილზე რომ მიდი კორკო და მე მივალ ძმაო მაგრამ დადგეს რა ის საზოგადოება გვერდზე რა ხო და აი ამისთვის ეხა მე ხო ამ იმაში ვიყავი ჯერ მოგახსენებთ და მე მინდა რომ ფინალი დავამთავრო
რაც უკვე აპრობირებული აქვს პატრიოტთა ალიას უკვე გაკეთებული, იმის თაობაზეც მინდა ველაპარაკო. ჯერ პირველი რაც დავასახელე ადვილად მოსატყუებელი ელექტორატი ვინც არიან. მეორე კატეგორია არის ხალხის, რომელიც თავის თავს ეძახიან ჩვენ ესე მაგარი შენძრეულია რა ეს ხვაზე ხარ ეს ბიჭო და წამწამს ტყავს გააძროს და ხონის და ვანის ამბავი რო არის რომ გატყავებული რწყილი კიდე ერთხელ ეს ის ხალხია რომელიც ხონში და ვანში გატყავებულ რწყილს კიდე ზემოდან ერთხელაც გაატყავებენ ძმაო რა აი ესეთი ხალხია და იმათ მაგრა კიდიათ ყველაფერს ვიცავა რომ ვინ მოვა მთავრობაში ვინ არ მოვა თავარი ეგენი ხვარიან მაგარი შენძრეულები რომ ყველანი კარგად აღვა რა საქართველოსი აქვს ლაპარაკი ეგეთი სხვათა შორის იმატა იცით რაღაცა იმპონჩი იმატა რომ იგძნეს რომ რაღაც არ არის ცუდი მე მგონი ეს ამბავი თავის დროზე ედუარდ ამბროზიჩი ეუბნებოდა ეგეთ საზოგადოებას კაცო აიღეთ კარტოფილები აიღეთ მაგრამ ხმა მე მომეცითო ხო გახსოვთ ეგეთ ყველას კარგად გახსოვთ რა და ეხა ამ მეორე კატეგორიის ხალხზე მინდა რომ რაღაცა რა უნდა ვთქვა რო პრინციპში ზუსტად ისე იქცევია როგორც მარტო ეგოისტურად თვითონ აწყობთ და მე კიდე იმის შემდეგაც იმათ აყვედრია რომ ძმაო ხმა მოგეცი და აბა და თავის თავს კიდე იცი რითი იმშვიდებენ რომ სწორი არჩევანი გააკეთა რომ ესე უკეთესი მომავლისათვის ეს იყო საჭირო რა კაცი რომ უცბად სულს გაყიდი და ჩაიჩხრიალებ კარტოფილებს ხახვებს თუ ფულებს რა მნიშვნელობა რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ხო რა მომავლის იმედზე მელაპარაკები შენთო გამოდი და თქვი შენი აზრი ერთი რა თუ ჩემი ძმა ხარ ზარი მაქვს ეთერში მოგზანდით მოგესალმები ჩემო ქალბატონო ბატონო გიორგი ღმერთმა გამქენობა გაიხარეთ თქვენთან ერთად ჩემო ქალბატონო ბატონო გიორგი ახლა თქვენ პასპორტ მინდა პასუხი მე პირადად აფხეთი ესა ყველა მილიონერის მიმართ ძალიან ცუდი ესა მაქვს შეხედულება იმიტომ რომ მილიონები რომლითაც კვალიტეტი არის თუ ყველა მილიონერი თუ ყველა და მე ამიტომ ასეთი მილიონერი არ ვიყო ისინი ხალხს არ ფიქრობენ მარტო მილიონების დაბარებაზე ფიქრობენ და თუ ჩვენ ხალხი ერთ ავტოს ბატონო გიორგი როდესაც ჩვენ სოციალისტური სოფა ხედიდან გავუხსნით და ის კონებები სახელმწიფო კონებები ვინც წაიღო და წაგლიდა სახელმწიფო და დავასწავლო სახელმწიფო იმათმა მილიონებს დააგროვეს და იჩვენე რომ მას შვილებს არ გაუჭირდებოდა და ჩვენ თუ გაუჭირდებოდა იმ საიტანეთნებოდა არა იმიტომ იმათ ხალხი არ უფიქრია როეთიკრა მაშინ სახელმწიფოს ასე არ გადაასწავლეთ ასე არ გაასწავლეთ ხალხს და აი გასწავლება ადამიანის მიზნის აქედან საზღვარგარეთ ის გახდება აქედან წასული მაგარი ფუნიოა ნაშოვნი ის გახდება მოუთებს სამუშაოდ ორი ციფრად ასახეთ ახლა დაასწავლეთ თავი და სახელმწიფო ახლა ის ჩაასწავლეთ ხო და აი ჩვენ სოციალისტური სკოლა ქედიდან აძაბებს და ის იყო ხალხი მორგებული ჩვენ რაც არ უნდა ვთქვა ახლა პენსია მოგხსნათ ახლა მომავალ და ერთხელ მოიმატეთ ამიტომ სტანდარტული ფასები დაიყოს ყველაფერზე და ის კონტენტები რა დაიღეს კი ბატონო დიდი მადლობა ჩემო ქალბატონო აი ხედავთ აი ქალბატონს როგორი აზრია ჩემი კუთვნილი ფულიო წაიღესო რა ფაქტიურათო რა აი რატო უნდა უხდიდნენ მაგალითად 350 ლარს იმას ტოლვილებს 45 ლარს და 100 ლარს ვეტერანებს რატო უნდა უხდიდნენ უჭირს ქვეყანას
თუ უჭირს 15000 როგორ იღებ პარლამენტარი ხო და თან რა ეხა ვის აგიჟებთ ბოლო რა და 15000 გადაიხადა და დამთავრდა ყომარი ეგრე არ არის ძმო იმის გარდა ტენდერში ვინ იგებს ეხა არ მითხარ ქუჩიდან მოყავს ვიღაცაებიო და ტენდერს ვინ იგებს შენებლობის უფლებებს ვინ იგებს ისა იმას ვინ იგებს ამას ვინ იგებს მიწებს ვინ არ იგებს ვინ იღებს მიწებს სკლინს ვინ გვაჭმევს დედი ჩვენისას ვინ გვაჭმევს დამთა კარგით გეყოთ რა მართლა რა თქვენ ნაგლებო თქვენა რა გვეყო რა მართლა რა ვინმე დასჯილი არ ვინახია ან თავის თავზე რო აიღოს ოცნებას რომ ეს ჩვენი იაღლიშია მეგობრებო და დაისჯება არავინ ინახავს რა იყოს რა თავისთვის არის რა ეს დოქტრინა ეს არჩევითობის დოქტრინა არსად არ მოიშლება თუ იმ საზოგადოებამ არ მოიღო ხმა ვინ ჩუმად არის რა არასოდეს ჩემო კარგებო რატო ეხა სულელი უნდა იყოს სულელი ან ნაციონალური მოძრაობა ან ოცნება რომ ერთმანეთს არ აგინონ და მე კარგად ტკბილად იმასავე ტკბილი წყვილი ტვიქსი რო არის რა სლატკა პარაჩკა ეგრე არ იყვნენ ერთმანეთში რა ბიჭო თელი ცხოვრება ვაგინებ მეორეს რა და ისიც მაგინეს ოღონდ კარგად ვიყოთ რა ვის აგიჟებთ ან რას აგიჟებთ ხალხო მოდი რა ნუ რა ვის ნუ დაუბრალებთ ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი სახში ზიხართ ერთი გამოიძურწება თითო კაცი უფროსი კაცი წამოვა ალბათ ოჯახის უფროსი რომ რაღაცა მოიპოვოს ან ვიღაცისგან ფული ისესხოს ან რაღაცა გააკეთოს ეგ ნეტა იყოს ესე და ხანდახან იდაყოზე უკბანიათ ბიჭო მე პირადადაც ძმაო ჩემ საამეგობროს ის რამდენი ვიცი რომ რაღაცაა გასაკეთებელი და არ ვიცი რა მართლა არ ვიცი სწორე გადაწყვეტილება ფაქტი ერთია რომ ესე აღარ უნდა იყოს ესე აღარ უნდა იყოს ჩვენ რაც არ უნდა ფარჩაკები ვიყოთ ის ადამიანები ვინც უნდა ავმოძრავდეთ და ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აი ყველაფერს ფიცავა რა ეს მაგნიტური დღეებიც ხო გავიდა ეს ქარებიც ხო გავიდა ესე ხო დათვა ეხლა ცხელა ესა სიმართლეს არცაც ცხელა და არცაც ცივა რა ეხლა მინდა მოგახსენოთ და პირველ რიგში მინდა რომ მოვახსენო ამ საზოგადოებას და ალბათ ეხლა თითოეულა შპიონი ყველა მიყურებს რომ მე ის დანოსი გააკეთონ თავის უფროსებთან რომ კორკოტა მესილაპარაკო აი თქვენ გასაგონად ვამბობ შპიონებო ყური კარგად გამოიჩიჩქნეთ რომ რამე სიტყვა არ გამოგრჩეთ ეგეთი პრეცედენტი ქონდა შექმნილი პატრიოტთა ალიანს რომელმაც დანერგა ეგეთი მოძრაობა რომელიც ჭეშმარიტებასთან ჩემი აზრით ყველაზე ახლოა და თქვენ შეგიძლიათ ღია ეთერში კამათში გამომიწვიოთ მე რაც ვიცი რაც არა და აგერ ვინც არიან ამის შემქმნელები და ორგანიზატორები დათოც ირმაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ იმაში რაშია ეხა მთელი საქმე იკრიბება საზოგადოება ერთ ოთახში არიან საზოგადოების წევრები თქვათ გამომკითხველები ტელეფონისტკები თუ რა ვიცი ეხა რუსულს ხანდახან ურევ ხოლმე და მომიტევეთ რუსეთუმეთ არ ჩემთ ხან ესე ვარ გაზდილი ხან ესე მაგრამ ჩემზე მაგრა რუსეთუმე კი რაც გინდა დამიწყე ჩემზე მაგრა საქართველოს თქვენ არ გიყვართ რა ვიღაცებს თორე თქვენ ვინც ღირსეულები ხართ ჩემზე 10-ჯერ მეტად გიყვართ საქართველოს ერთ ოთახში ჯდება თქვათ 15-20 კაცი აქ თამათ ტელეფონები რომლითაც რეკავენ რესპონდენტებთან საზოგადოების ნომრით რა და ეუბნებიან ჩვენ ვართ ეს და ეს თავის დროზე რო აკეთებდა პატრიოტთა ალიანსი აკეთებდა თავისი სახელის პატრიოტთა ალიანსის სახელის ეხლა ჩვენ რაც მოვითათბირეთ ყველამ ერთად ვამბობთ ეგეთ რამეს რომ ვინმეს მიკერძოებული არ ეგონოს ეს ყველაფერი ამიტომ ნებისმიერ საზოგადოებას მე განაცდა გამონაცდა ისე ეგ რიჟა ბაზრები წაიღე თქვენთვის გაიგე დაჯდება ყველა ძმაო აბსოლუტურად და მოეწყობა ტელეფონებით გამოკითხვა აუდიო გამოკითხვა
რომ და კითხვები დასაზუსტებელი გვაქვს რა ალბათ იმასთან დაკავშირებით იქნება უნდა გაიმართოს თუ არა ხელმეორე არჩევნები ეს იქნება ილუსტრაცია იმისი რაზეც თქვათ ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია ცალკე იბრძვის რომ ჩვენ მეტი მოვიპოვეთ ხმა და აგერ იქნება ძმაო ოცნება რომელიც ამბობს რომ ჩვენ 1.200.000 ხმა ღმერთმა ხნას რომ თქვენი ამბავი გამართლდეს და მართალი იყოს მაგრამ მოდი რა ერთიც გადავამოწმოთ ეგება რაღაცა აგერიათ ციფრები ვერ დაწერეთ ისე ამით თქვენ თუ 1.200.000 ამომრჩეველი ყავთ ოცნება ხო კიდე ერთხელ დაარტყავთ ბეჭეს თქვენ სიმართლეზე თელ დასავლეთს თელ ევროპას თელ ამერიკას ხო დაანახებთ რომ ეგ ამაზე დიდი ილუსტრაცია ყველაფერში როგორი არჩევნებიც გინდა ჩატარდეს იმიტომ რომ თქვენია ყველა სივრცე თქვენია კომისია თქვენია დამთვლელი თქვენია მონაწილე თქვენია თქვენ გამოდიხართ 22 კაცით სტადიონზე და ეთამაშებით ერთმანეთს უეჭველი ნიჩიას დაამთავრებთ იმიტომ რომ მაინც მოგებულები თქვენ ხართ ხო ჩვენ გთავაზობთ ეგეთ რამეს რა მოიყვანეთ თქვენი პეიჯებს ჩვენ დავამსგა და რა ეხლა რა შემთავარი ზარი მაგ ეთერში შემოუშვებ აუცილებლად მოგზანდით ბატონო ალო დიახ გისმენთ ბატონო ჩემო ეთერში ვარ ეთერში ხარ ჩემო ბატონო ეთერში ალო გისმენთ ეთერში ხარ ძმაო ვახ არ ჯერათ ჩემი ეთერში ხართო ხო და მაგას ვამბობ ნახეთ როგორ ამაზე კაი რამე რა შევთავაზო საზოგადოებას და თვითონ ხალხიც რომ ამხელა ფორიაქი რო არ იყოს და ეს არ იყოს და ეს არ იყოს და დაწყნარდეს ბოლო ბიჭო პანაშვიძე და იქ ვერ მისულ ხარო კაცი რო იქით გაიხედება ფიქრობ შემთხვევით გაიხედა თუ ძალით ნივიჟუ გაგიკეთა რა იმიტომ რომ სხვა პლატფორმაზე დგას რას დაამსგავსეთ ქვეყანა ჩემ ქალაქში ნახე რა რას გავს ეს ქალაქი რა ზოგი იმისტია ოჯახები დაიშალა შუაში გაიშალა შვილი მამას არ ელაპარაკება ის იმას არ ელაპარაკება გაუბედურდა ქვეყანა გატიალდა ის რო ამბობენ ზრდარიო რისი ზრდა არის ბიჭო თქვენ ხო არ გაჟუილებთ მართლა რა რისი ზრდა არის შედით ერთი თქვენ ეთყობა არ დადიხართ ბრატ იქამაში ბაზრებში და იმეებში რა ერთი შედით ან ზეთი რაღის ან ის რაღის ან ეს რაღაც რითი იყიდოს 8 ლარი ღირს მარწყვი თითო რო გამოიზოგოს და 1 კილო იყიდოს ან 2 კილო მოხუცმა ადამიანმა თითო რო ჭამბოს რა მეტი არა რა ერთი თუ არ ეყოფა მე მგონი რა უბედურება კარგით არ აქვს ხვენია თქვენ მართლა გაუმაძღრებო თქვენა ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით ალო ბატონო გია გამარჯობა ჩემო კარგო ბატონო გია იცით მე პატრიოტთა ალიანსის ხარდამჭერი ვიყავი ყოველთვის და თქვენ ამბობთ რომ ეხლა ვიღაცებს ეშინია და ვერ გამოვლენო ჩვენ იცით როდის გამოვდიოდით რუსთაველზე როდესაც ადამიანებს იჭერდნენ ციხეში ირმა ინაშვილი მაშინ გამოვიდა და გამოაცხადა იმ ადამიანების სია ჯალათების სია რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ და აი მაშინ არ ეშინოდა ხალხს ნაციონალების დროს განსაკუთრებით პატრიოტთა ალიანსი ძალიან ხშირად ატარებდა მიტინგებს და ხალხი გამოდიოდა და არ ეშინოდა ნაციონალები. აი ერთი წამ ხედავთ ბატონო გია დავამთავრებ წინა და ბატონო ბრძანეთ დამეთიშება დიდხანს გელოდი და ძალიან ბევრი დაიწერა. არ გაითიშება ბრძანეთ აი მაშინ არ ეშინოდა ხალხს გამოსვლის და თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა შეეშინდება ვინმეს? ერთი წამ გეხვეწები დავკარგე ერთი წუთით მაშინ გამოსვლების დროს მე სამსახური დავკარგე და ერთი წელი ფაქტურად უმუშევარი ვიყავი და ნუ ეხლა 100 თუ 200 ოცნება რომ მოვიდა დავიწყე სამუშაო და მადლობა მაინც ამისთვის რომ ეხლა დიქტატურა ნამდვილად არ არის ბატონო გია მე ესეთი მხარდამჭერი ვიყავი პატრიოტთა ალიანსის რომ ნუ მე არ ვიცი მთელმა მეზობლებმა და ნათესაობამ ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია ნაციონალების დროს
მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელიწადი ფაქტურად შიმშილობდი მე, რომ სამსახური დამაკარგინეს. მაგრამ აი ხო ნახეთ რა შეა საქმე. აი თქვენ ამბობთ, რომ ხახვის გამო და კარტოფილის გამო თბილისში არავინ არ ვიცემს ხმას. შეიძლება სადღაც მიყრუებულ სოფელში ვიღაცა ხეიბრებმა რაღაცა, თორე ეხლა ეს ცოტა შეურაცხყოფელია ეს. არა, ერთი წუთი. ისეთი ადამიანი ბრძანდებით ყველასთვის და ცოტა შეურაცხყოფელია მაგალითად. ერთი წუთით, ეხა მე მომისმინეთ რა. ჩემი თხოვნა მე მომისმინეთ ქალბატონო რა. თქვენ აი ეს მთელი უბედურება რაშია ნახეთ მე ამას ვლაპარაკობ იმ საზოგადოების გასაგებად ვისაც ეშინოდა ვისაც ეშინია და ვისაც აი არც არაფერი თქვენ თუ გამოდიოდით რა მეკვეთეთ ახლა უცბად და არიქა და რატო მეკვეთეთ არ არის ეს თქვენი მიმართულებით კაცო ნათქვამი აბსოლუტურად არც გამიაზრებია როგორ შეიძლება მე გავიაზრო ადამიანი ვინც იმ დროს გამოდიოდა ვინც იმ დროს იბრძოდა ვინც იმ დროს როცა საერთოდ არაფერი არ ჩანდა მომავალი სინათლე როგორ შეიძლება თქვენ ახლა მე ეგეთი რამე ან დაგაბრალოთ ან რაღაცა თქვენ მიმართულებით არ არის სწორი და რატო ღიზიანდებიან ეს ადამიანები აი მაგი მიკვირს და შეურაცხყოფელი რასაც ბძანეთ თქვენ ორი კარტოფილი და ორ ხალხს რო ამბობ ხოლმე ეს სიმბოლიკაა თორე მე მაქვს ნანახი ვინც აიღო კარტოფილი და ვინც ხახვი აიღო და მე ჩემთან არიან მოსულები და რა თქმა უნდა თო კორკოტო იცი რა ოძმაო მოვიდნენ და გითხრას რომ პატრიოტთა ალიანსი და ალტინფო და ის მაინც ვერ იგებენ და ეგ ხმები დაიკარგება ტყუილ უბრალოთო და თქვენ ასასილარი და ოცნებას მიეცით ხმაო ჩემთვის აქვს ნათქვამი ვიღაცისგან კი არ გაგონილი ქალბატონო და ძალიან ვთქვათ ეს თქვენ მიმართულებით არ არის ნათქვამი და თუ ძალიან გაინტერესებთ ხო დაგეცლია და ორ წუთში გავისაუბრებდით და მიხვდებოდით რა იყო და როგორ მაგაშია მთელი უბედურება რომ არიქა და მე რასაც ვამბობ იმ ადამიანების მიმართულებით რომლებიც არიან ეგეთები რა და თქვენ რო არა ხართ რატო იმაშვებით იშკილებიდან რატო ხტებიან ხოლმე აი მაგაზე ვგიჟდები რა კარგი ისევ თქვენ მოგმართავთ ქალბატონო აი სწორე გადაწყვეტილება არის ეს აუდიო ზარებით თქვათ რომ დაფიქსირდეს ის ყველაფერი რასაც ამბობს რომ საქართველოში 1,200,000 კაცმა რომ მისცა ხმა ოცნებას თქვათ რამდენი მისცეს ამათ ხმა არც ვიცი ოპოზიციას და ერთად და თქვათ პატრიოტთა ალიანს მისცა ერთი პროცენტები რაღაც გადმოუგდეს ალტინფოსთან ერთად და ნოა სწორია ეს გადაწყვეტილება რომ გადამოწმდეს არ შეიძლება რამე ოფიციალური ხო არ ხდება რა ოფიციალურად ხალხი დაინახავს უკვე მაგას ჩემო ქალბატონო ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით ქრისტიანს აქამ მანდამშვიდობა ჭეშმარიტად ძმაო ჭეშმარიტად შემოგვივლე ძალიან დიდი პატივი შემეცრება ხოლმე სულ თქვენეთში და ასევე ახლაც გენაცვალე ჩემი აზრი და ყველა ამას ქართველი ქრისტიანი მართლმადიდებელი ქართველის სხვა იმისას აზრი იგიჩნდება რომ სხვა იმის რა რომ ვთქვათ ამ ქრისტიანობის მარტო ქრისტიანის არა ანუ სომეხის ქართველია გასაგვირველია იქნება რომ პირველში ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ აი თუ ვინმეს უყვარვართ და თქვენ უყვარხართ და უყვარდის ვებურსახდება ეხლა მე არავის არ ვეხები ხოხტები იმათ რომ პირიქით მიმართოთ რომ თავარია გვერდში დგომა არაფერი სხვა აზრი არა აქვს ავდგეთ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ მართლაც სიცხვილეა აგერ თორმე წელიწადში ბატონობე გემუდარები ერთი წამით ბოდის გიხდი არ გახვიდე ეთერიდან გეხოჭები ნახე ჩემო ძამიკო როგორი რამეა ამას იცი რატო უთავაზობ ბოლო არავისი არის აქ იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელიც აქ იქნება ოპოზიციის წარმომადგენელიც თვითონ თავიანთ გოგოებსაც დავსვავთ რომელიც ხმამაღლა თან იწერება ეს საელჩოს წარმომადგენლებს მოვიწევთ ძმაო და ყველა ხო გაიგებს რომ ნამდვილად საქართველოში რამდენი კაცი აძლევს ხმას ოცნებას
რამდენი კაცი აძლევს ხმას ნაციონალურ მოძრაობას, რამდენი კაცი აძლევს ხმას პატრიოტ ალიანსს და ყველაფერი ნათელი იქნება, საჩხუბარი არ გვექნება არავის ერთმანეთთან რა. კი ბატონო და პირველ რიგში ისევ და ისევ გვერდში დგომის თუ გადავშეთ. ასე ახლა მე მან დაურეკო და რაღაც ერთ-ერთი დავწე მე ხვალე შენამილაკიდეს. პირდაპირ ოფიქსირებს შენ აი დაიძახი მართლა შიგნულად და თბილისურად მე წარმოშობით თელავიდან ვარ კახეთიდან. ისე თბილისელი კაცი ვარ მან დაურეკო და მან გავიზარდე. აი თუ არ დავიძახო მე ვიყო დაშნაკი რა. მე დავიძახებ ძმაო. დავიძახებ და ქუძე კაცი ვინც არ გამოვიდეს მე. აი დავალაგებ ყველაფერს ფიცავ აი ჩემი პირჯვარი და გეუნებით რა. ქუძე კაცი გამოდით მერე და რა გავაკეთოთ იცი? ელემენტარულად სიმართლის გულისთვის გავაკეთოთ ყველაფერი რა. გულში გენასვალეთ, იმიტომ მას დირექტორ ხოლმე შეასწრა, მეტი არაფერი შემოგევლოთ ჩემი თავი. ვინც საქართველოსთვის ღმერთმა ის გვაღირსა თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის თავის განწირვა შეგვეძლოს რა ძმაო. რა თქმა უნდა. გაიხარე ძმაო, მადლობთ. არ ვიცი, რა ვიცი, ისეთი ღვარძლია ხალხო, ვერ მორიგდება ეს ყველაფერი, ვერაფერი, იმიტომ რომ ეს ჩაატარებს არჩევნებს, ის იტყვის რომ აუ ჩემო ჩაატარეს და ეგენი არიან, ეხა CSKO და MESKO და გაყალდები. აგერ ძმაო, სახალხო არჩევნები, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდა. ყველა მოიყვანეთ თქვენი წარმომადგენელი თითო-თითო რა. და ეს ყველაფერი რაც არ უნდა მოიტყუილოს, ჩაიწერება ამაში და ეს ხო შეგროვდება ერთად და გამჟელი იყოს ის კომისია რომელიც იქნება რა. გინდა საელჩოებს თხოვოთ, გინდა იმას თხოვოთ, გინდა ამას, ყველგან იქნება თქვენი თვალი და ყური რა. მაგაშია საქმე, მეტი რამეს კი არ გთავაზობთ სუც, გთავაზობთ იმას რომ რაშიც არეულ დარეულები ვართ ხო? ელემენტარ და იმ კითხვების დასმის ჩამოყალიბებაში თქვენ მომეხმარეთ. მოიწერეთ სტუდიაში 3 კითხვა უნდა იყოს ალბათ ჩემი აზრით რა, 3. მე არ ვიტყვი რა კითხვები უნდა იყოს. თქვენ ჩამოყალიბდით და 3 კითხვებად გამოგზავნეთ, რომელ გადაცემაშიც გინდა, იმიტომ რომ აწი ჩვენ მოვილაპარაკეთ ეხლა ყველამ, რომ ეს უნდა გავაჟღეროთ ძმაო. ეს უნდა გაჟღერდეს და მივიდეს და ეხა ხელისუფლებას ნახეთ რა აქვს ხელში, რომ თუ რამე გამოიგზავნა ფულები დასაფინანსებელი, ხო? შეუძლიათ აი ფულები გამოყონ იმის გულისთვის, თუ მართლები არიან და არაფერს არ ეშინიათ, ხო ეგრე ამბობენ. გამოყონ იმ ჯგუფისთვის, რომელიც ჭეშმარიტებას გადასცემს მთელ საქართველოს ძმაო. დათვლიან, ხმები ჩაწერილი იქნება, ვინ არის ნომრით და იმით ლუსტრაცია განისაზღვრება, ხმით განისაზღვრება, გამოკითხვა წავა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, ვისიანიც არის, ოცნება მოუნდება რომ ყველა ჩართოს. ნაციონალ ხო დაიდება ეს ფურცლები არა, ხო დაიდება არა ძმაო, ვის რამდენია და როგორ არის და მერე ყველა ესე მომუწავს პირს, აი სახალხო რამე რო იქნება და ვერც ვერაფერს ვეღარ იტყვია. ზარი მაქვს ეთერში, მობრძანდით. გთხოვთ დაიცადოთ. მობრძანდით. გაითიშა, რა ვქნა, აი მინდოდა გულწრფელად რომ შემოსულიყო ეთერში რა. ხო და ეს მინდოდა რა ძირითადად მე იმიტომ რომ უკვე იმ დონეზია მისული ყველაფერი რომ აი რასაც უყურებ დედასვიცაო უკვე პათოლოგიაა ეს ყველაფერი რა. მართლა პათოლოგიაა რა. ოცნება გაწყობილი აქვს თავისო სუფრა იმ პარლამენტში კეიფობენ თავისთვის. ესენი აქეთ თავისას აწვევიან და ეს ხალხი კიდე პირდაპირჩენილი. რას გავს იცით ის ჩოგბურთს რო თამაშობენ, ხო დაკვირებული ხართ, მაყურებელი. თავს ესე რო ატრიალებს, ხან იქით, ხან აქეთ, ხან იქით, ხან აქეთ რა. რა უბედურებაა ეს არ ვიცი რა. რა უბედურებაა ესა რა. და ერთხელ ბურთი თუ იქითკენ არის, აქეთ ოპოზიციას უყურებენ, თუ გადმოვარდება აქეთკენ. კარგით, ბიჭო, თქვენი აზრი არა გაქვთ. აი, ამას ძალიან გთხოვთ, მომავალი ჩვენი შეხვედრის დროს ჩამოაყალიბეთ თქვენი კითხვები და მომწერეთ ან პირდაპირ სტუდიაში ნებისმიერი ვის დაждდება, თქვით რომ ესე და ესეა რა და მოიწერეთ რა.
მაგას გთხოვთ, მეც კი არაფერს. ზარი მაქვს ეთერში, მობრძანდით. გთხოვთ დაიცადოთ. ბატონო, გისმენთ? ეთყობა სხვა კონოპკაზე ეჭირებათ, ხელი გავგიჟდი რა. რა გავაკეთო? აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო რა. ერთი ძალიან ჩემ სტუდიაში ვთხოვრო ის სიმღერა ბრძოლის ყიჟინა მომესმათი მინდა რომ დავამთავრო რა. ბრძოლის ყიჟინა მომესმათი მინდა დავამთავრო აუცილებლად. ზარი მაქვს ეთერში. მობრძანდით. ბატონო ვა არის გაითიშა რა არ ვიცი ეს ხალხი რო ითიშება ძალიან კარგად ვიცი მაგრამ ტელეფონის ითიშება თურმე ეს კი არ ვიცოდი მე რა ხო და რა ვიცი ამ გრანტს თუ ინებებს და გასცემს ხელისუფალი იმისთვის რომ თავისი სინამდვილე სიმტკით აი თქვენ ადგილას რო ვიყო თუ ტყუილი არ არის გამოვიდოდი ვიტყოდი აი სადაც გინდათ რომელ მოედანზეც გინდათ სადაც გნებავთ რა სახითაც გინდათ დავდგეძმაო და 1,200,000 ხმა არის ჩემი რა აგერ ნახავთ თუ არა მაგათ ბეჭედი რო დაერტყმება ვიღა გააყალბა გამოაყალბა როგორი ტყუილები იქნება ეხა ამ ოპოზიციისგან და ყველასგან წარმოიდგინეთ რა ევროპა ჩაიხედავს ხალხის მიერ არის ეს ყველაფერი ხო დაარტყავს ბეჭედს ამერიკა ჩაიხედავს რუსეთი დაარტყავს ყველანი ბეჭედს დაარტყავენ იმას რაც სიმართლე იქნება და თუ არ არის სიმართლე და სხვანაირად ამოტრიალდა ეს თემა არ ვიცი ძმაო ეგ უკვე მოუკითხოთ ხელისუფალს იმ არჩევნებს და იმ საზოგადოებას ზარი მაქვს ეთერშიო და ვნახოთ აბა შემოუშვი ზარი თუ კიდე არ გაითიშა გთხოვ ცოტა ხანს დაიცადოთ ალო გამარჯობა ბატონო გია გამარჯობა ჩემო ქალბატონო მე ბორჯომიდან გირეკავს ეხლა კი არა უკვე 32 წელზე მეტია მე ძალიან მომწონს ირმა ინასტრის ახაბოდა თქვენ ეხლა გაგიცადით ჟურნალისტები აი თქვენი განაცემა კაი გოგოა ირმა ის ვაძლევთ თქვენ პარტიას ხმას და ეხლა რო თქვა თავრობის იმაზე რომ თქვენ გავიმარჯვეთო იქნებ მაგას არ გაიმარჯვეს და თქვენ გაიმარჯვოთ ხო და ზუსტად მაგას ვამბობ რომ გაჭირვებული ხალხია ბატონო გია მე პენსიონერი ვარ დიახ ადე მე ბანკში მუშაობდი და სექს რო შემოხდათ ხალხს ანაბარი პროცენტი ცხოვრობდა ხალხი და ეხლა ეს ბანკები აყაჩახებენ ამ ხალხს იმდენა პროცენტს ართმევენ ეს პენსიონერს კიდე ჩვენ რატო გვართმევენ ამ პროცენტს თუ გამომაგნე პენსია ამერში გამომაგ ბატონია საჭმოს ხორცერამეს ვერცხლი განა იმიტომ რომ სულწოდო არა ვარ მაგსაბაკალი მაგრამ რატო მოხდენ ისეთი პენსია რომ ვიცხოვროთ აი ნახეთ ქალბატონო ქალბატონო ნახეთ ჩემო კარგო ჩემოსავალი ერთადერთი რამე რასაც ვთხოვლობ რომ ადამიანებად ჩათვალონ ეს საზოგადოება გინდა პენსიონერები გინდა ტოლუილები გინდა ძაღლები რო ყავთ ძაღლები სახში 45 ლარი საჭმელი ეყოფათ იმ მათ კაცო ძაღლებათაც აღარ თვლიან რა მოკლედ გულში უნდა ცეცხლი დავინთოთ სამშობლოს სიყვარულისთვის და ჩვენი მომავლისთვის და გვინდა არ გვინდა მე ესე ვერ ვიცხოვრებ ძმაო ვინც ესე იცხოვრებთ დაიხურეთ ჩაფხუტი და სადაც გინდათ იქ წადით რა და ჩვენ ვისაც ღირსება გაგვაჩნია ეგეთ მდგომარეობაში ვერ ვიცხოვრებ ძმაო მე რა დამიჭერენ არ დამიჭერენ როგორი აუ ეს როგორ აღარ მაინტერესებს რა უკვე რა ჩემი გადმოსახედი და ამდენი ახალგაზრდა რო აბუნტებულია რაღაცა არ უნდა მიხვიდე არ უნდა მოწამლულები არიან რა ადვილი სათქმელია მოწამლულები არიან ბევრი მოწამლულია, ბევრი პიდარასტია, მაგრამ ბევრი ვაშკაცი ქართველია ძმაო. შეიძლება მოტყუებულია, დაუდექით აბა, დაუხსენით ერთი მოტყუებულები თუ არიან. ამისთვის არის Z გამოჭრილი აი ეს აუდიო გამოკითხვა რო ჩატარდეს საქართველოში. ბეჭედი დაესმება ყველა კითხვას, რომელიც დღეს ქართული მოსახლეობის გახლეჩის საბაბი არის. გახლეჩი საბაბი არის. და როგორ ვიცხოვროთ ეხა?
ნათესავი ნათესავთან ვერ მიდის და იმასთან ვეღარ მიდის და რას დავემსგავსეთ ხალხო? დათასი არ იყოს, რას დაემსგავსეთ თქვენ უბედურო ხალხო, ხო გახსოვთ არა? ერთი შემოუძახოთ რა ერთი რა, ბრძოლის ხიჟინა მომესმა და დაიქოქეთ ქართველებო, ჩვენი მომავალი ჩვენივე ასაშენებელია იცოდეთ. Policyjna mogłeś mam, policyjna mogłeś mam, szabli tebi zachimię. Policyjna mogłeś mam, tam zjawiski tam dziali, celwe szery bit machimię. Policyjna mogłeś mam, tam zjawiski tam dziali, celwe szery bit machimię.